ვარ გაბრიელი 89 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. რა თქმა უნდა, უფრო მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. დაახლოებით 9 წელია ვთამაშობ ბათუმის სიტიში. მახსოვს პირველი დღე სიტიში რომ მივედი, არავის არ ვიცნობდი და ნერვიულივდი. პირველ დღეს ტრენერმა მოთამაშა გელობანი. გაგვახურა რა, სირბილში გაგვახურა. შემდეგ ვარჯიშები დაიწყო. კიდევ მერე ფეხბურთის გათამაშეს, კარგად ვიმეკარებე და სახში რომ მივედი, საოცარი ვიყავი. პირველ დღეს გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც გახდა ჩემი საუკეთესო მეგობარი. მეკარეობა ჩემით გადავწყვიტე, იმიტომ რომ სულ კარგად მეკარეობ. მასწავლებელმა შემეკითხა, შენ მეკარე ხარ თუ თავდასხმაო და მეკარე ვარ მეთქი. იმის მიერად გავარ კარში და ვარ კარგი მეკარე. ყველაზე რთული არის ჩემთვის პენალტი, მაგრამ ახლა კარგად ვიღებ. ყველაზე ადვილია ჯარიმის აღება. ჩემი გუნდი ბევრჯერ გადამირჩენია გოლისგან. ერთხელ მაგალითად იყო ასე, ანუ მოდიოდა და იყო საჯარიმოს გარეთ, უცებ დამირტყა, ისე ჩამიხვია რა და უცებ ასე გადავხვდი და რომ ვერ მოხსენი, მე ისეთი პანიკაში ვიყავი, რომ მეორეში და რომ გამოვიდა, გოლი აღარ გავშვი. ის რომ გამივიდა, დავიწყე მე ნამდვილი მეკარეობა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. ბათუმის სიტი იმიტომ მომწონს, რომ იქ ტრენერი ყავს კარგი, მეგობრები კარგი მყავს, კარგად ვერთობი. გვავარჯიშებენ და ფეხბურთს გვათამაშებენ. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა ერთ-ერთზე ბურთის წარდგენა. გამოსასწორებელი მაქვს უფრო მშვიდად და თავდადებულად თამაში. მე რომ ეხლა კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო ბათუმში. შემდეგ გადავიდოდი მანჩესტერ იუნაიტედში და შემდეგ რეალ მადრიდში. საქართველოს ნაკრების შემოვნებით ვითამაშებ 25 ნომრით. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ წავიდოდი და ჩემს ცოლ-შვილს გავასწრებდი სხვა ქვეყნებში წავიყვანდი და ასე შემდეგ. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ანას და გოჩას. ჩემს ცოლს დავარქმევ ანას. ამ ეტაპზე მყავს ორი ერთმანეთზე უკეთესი შეყვარებული. ორივე ესეთი კარგია, რომ მათ ჩემს ვერ ვაკეთებ. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი და შემდეგ ფეხბურთელობა ავიჩი. მაგრამ ხატვა ახლაც ძალიან მიყვარს. ყველაზე ხშირად ვხატავ რეალის და ბარსელონას თამაშს. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ გოგოები ხატავენ ვარდისფერად, ბიჭები შავად. ორჯერ გავყიდე ნახატები წრუწუნას ცეკვა ქორწილში და მეორე რეალ მადრიდი უპირისპირდება ბარსელონას 4-11-0. რეალ მადრიდი იქებს. პირველი ნახატი გავყიდე 3 ლარად, მეორე ნახატი 5 ლარად. მე ზოგადად ფული როცა მაქვს, ხარჯავ ფანქრებში, საღებავებში და ფუნჯებში. ყველაზე ხშირად ჩემს ნახატებს ჩუქნი შეყვარებულებს. მეც მიყვარს აჩუქრებს რომ ჩუქნი. ჩემი ოცნების აჩუქარია Samsung Galaxy A21. და კიდევ ერთი და რეალ მადრიდის ფორმა. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მყავს ძალიან კარგი კლასელები, ლამაზი მასწავლებელი და ეზო მაქვს ძალიან დიდი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანა ბენდელიანი. ყველაზე ცელქი არის მათე თხილაშვილი. ყველაზე ჭკვიანია გიო გაგუა. ყველაზე მშვიდია ირაკლი ჯიშკარიანი. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, დამჯერი, მეგობრული და ყველა მაფასებს. ჩემი საყვარელი საგანი არის ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე თურქული, ინდოური, აზერბაიჯანული, სომხური და პორტუგალიური. საყვარელი მასწავლებელია ქრისტინა არობელიძე. იმიტომ რომ შვედია, ლამაზია, გვამხიარულებს და თბილია. ახლა მინდა ვიყო 24 წლის, იმიტომ რომ ერთ წელში მაყურება ცოლი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, 2 და დიდი ბებია, პატარა ბები. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ბარბარე. ის არის ცელქი, პრანჭია, დამჯერი და მოუსვენარი. მეორე და არის 4 წლის და ქვია ევაკო. ევაკო არის პრანჭია, ლამაზი და ცელქი. ჩემი აზრით ბარბარე რომ გაიზრდება, გამოვა მოცეკვა და ევაკო გამოვა მზარეული. მამიკო არის ვაშკაცი, ჩემსავი
სიმპათიური და შრომელი. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ დადიან ერთად. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური და პიცა. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ალბათ სალათს. მე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია კარმანის თამაშები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხტებოდი რონალდოზე ძლიერი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეებს უწევებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანია რონალდინიო. ბედნიერება არის დედიკოსთან ერთად გასცემება და პენელის აღება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.